უკანა გაწერია. ზიასადმი, ასე პატივისცემით და უფრო ტექსტია, უფრო შინაარსიანი. ია, გაიცანი ჩვენს მაყურებელს, ძალიან მოკლედ შენი ბიოგრაფია, ჟურნალისტი ხარ. წინა ცხოვრებაში ბავშვთა ფსიქიატრია. აქ ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ბლოგერი, პროფესია ფემინისტი, მე მგონია გამნიშნელოვანია, არ ვიცი, ისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის კი. 20 წელია რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ჩემი შვილიც აქ არის ამერიკული ჯარისკაცი, არის უნივერსიტეტის სტუდენტი, მეოთხე კურსზე გადავიდა. წერ ქართველებზე ძირითადად მათ ხელოვნებაზე, გაჭირვებაზე, პრობლემებზე, სიხარულზე, თვითრეალიზაციის პრობლემებზეც ცხადია. სასაკვირველი ყოველთვის გვახსოვს საქართველო და 24 საათის 7 დღეზე ვართ ჩართული პროცესებში, ვართ საქმის კურსში ყოველთვის. როგორ წარგადგინოთ? გუდაუთელი კაცი, შოთა ქოიაო. ამერიკაში რამდენი წელია რაც ცხოვრობ ბატონო შოთა? უკვე 16 წელი ამერიკაში ვარ. მე მაინც ჩემს აფხაზეთში ვცხოვრობ. იქ ამაქვს ფიქრი, იქ ამაქვს აზრი. ამერიკაში რო ვარ, არ მგონია, პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს სახლთან. მამუშავებ. მithქვია ყოველთვის ყველგან ვიცხოვრებ, სადაც ქართული ენა იქნება, სადაც სიმინდი და ვენახი გაიზრდება და ქართული ენა ჩემ ოჯახში მაქვს. ფილოლოგია მეუღლე, ნანული მეტრეველი. დიახ, ვენახიც მაქვს, სხვათაშორის საქართველოდან წამოღებული შანიძის ჯიშს და ვაყენებთ. აქაური ჯიშსაც ვაყენებ, ღვინოც მაქვს, მარანი მაქვს, ასე თუ ისე, მარანი ქვია, ნახევრად მიწაზეა, მიწაში. ტალავერი გავაკეთე წელს. ტალავერი მაინც ქართულია და ტალავერი უკვე გადაიფარა, ასე. როგორ წარგადგინოთ? რავი, ირაკლი კიკნაძე. როგორ წარმოგიდგენთ, არ ვიცი, ირაკლი მოქალაქე რა. რამდენი ხანია რაც ამერიკაში ხარ? 9 წელი, ხო, შეიძლება ცოტა მეტი, 9 წელი, 2016-დან ამერიკაში ვარ. და როგორ ჩანს აქედან საქართველოში მიმდინარე პროცესები? იმედის მომცემად ვერ ჩანს, მაგრამ ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავთ და აქ ქართველების უმეტესობა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ალბათ ყველა ჩართულები ვარ და უყურებთ რა ხდება და ვეცნობით და ვიცით რა ხდება. შეიძლება ისე არ იგზნობა საკუთარ ტყავზე, ესე ვიტყოდი ხატოვნად. ის პრობლემები და წნეხი რაც საქართველოშია, რაც პირადად ბევრი ოპოზიციონერი თუ ჟურნალისტი გზნობ თქვენს თავზე, მაგრამ აქედან კარგად ჩანს რა პრობლემებიც არის და კარგად ჩანს საით მიდის ქვეყანა, რაც ძალიან დამაღონებელია იმიქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ქარტეხილი გადაიარა და გაიარა ამ ქვეყანამ და ისევ ისეთ ბოროტებას ვებძვით თითქოს, რომელსაც თავი დავაღწიეთ და უკან ბრუნდება ყველაფერი, ეგეც შეგრძნება მაქვს. მოგესალმებით ყველა საქართველოში, ჩემი სახელია მარინე ძაგნიძე, ვარ 26 წლის ემიგრანტი. ამ 26 წლის განმავლობაში რა იყო მთავარი სირთულე ემიგრაციაში? ჩვენ პირველთაობის ემიგრანტები ვართ და ჩვენთვის მთავარი სირთულე იყო ის, რომ შეხება არ ჰქონდა კონტაქტი ერთმანეთთან, ვიყავით იშვიათობა და ვიარეთ იმ გზებით, რომელიც არ იყო გააკვალული და ფაქტიურად ზოგჯერ მრუდე გზებითაც ვიარეთ. და ვიდრე მომრავლდა ქართველობა და დავდექით ერთად, გავაძლიერეთ, გავცვალეთ ინფორმაციები, შეიქმნა ქართული კომიუნიტი, მანამ გვიჭირდა და ეხლა შედარებით გაადვილებული ემიგრანტების ცხოვრება. ქართველი ემიგრანტები ჩვენ ვცდილობთ როგორც მარგალიტები ისე მოუძებნოთ ერთმანეთი და გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია და მე ვფიქრობ, ყველა უნდა გაერთიანდეს საქართველოში. თუ რამეს შეცვლა უწერია, საქართველოში მხოლოდ იქნება ერთიანობით. არც ერთ პარტიას არ ეპატიება, რომ ამ ღალატში შევიდეს. არც ერთ პარტიას და მათ არავის გამართლება არ ექნებათ. ეს ფაქტიურად იგივე არის, რომ შენ ამტკიცო, რომ თითქოს არ ხარ მოღალატე. არა და ყველა ვინც შევა არჩევნებში და კოლაბორაციაში ამ თორობასთან იქნება მოღალატე და ეს დაღი გაყვება მთელი ცხოვრება.
ერთობაზე უკეთესი არაფერია, ძალა ერთობაშია. საქართველოს გერბზე ახატია ძალა ერთობაშია და ეს არის მთავარი. ერთად ვერავინ დაგვამარცხებს, ერთად ვერავინ მოგვერევა. 7 წელია უკვე ემიგრაციაში ვარ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ იმის გამო, რომ ჟურნალისტიკაში პრაქტიკულად აღარ იყო პერსპექტივა, მაგიტო დავტოვე საბოლოოდ ქვეყანა. ჯერ დავტოვე ჟურნალისტიკა, იმიტომ რომ უბრალოდ მივხვდი დიდი ხნის წინ, დაახლოებით 10-15 წლის წინ, რომ იქ უკვე დაიწყო ძალიან ცუდი პროცესები. ან ესე იგი უნდა დაქვემდებარებოდი რაღაც კონიუნქტურას, ან თუ არა და შენი ადგილი აღარ იყო არსად. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ არ მომსახურებოდი იმას, რისიც არ მჯეროდა. ამიტომ საბოლოო ჯამში დავტოვე საქართველოს და წამოვედი იმიგრაციაში, იმიტომ რომ უბრალოდ ყველას გვჭირდება ფიზიკურად არსებობა. ეს იყო ფიზიკურად გადარჩენის გზა. ზია ამაღლობელია შენს ვაისოზე. ზიას ისტორია რაღაც არ ჯდება არანაირ არც ლიტერატურულ ჟანრში, არც კინო ჟანრში, არის წარმოუდგენელი გროტესკი და უსამართლობა და ცხადია, გულშემატკივრობთ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც სისტემას ებრძვის. რაღაცნაირად ეს ზია ამაღლობელის სილა სისტემას გახდა არა გროტესკული, არამედ ძალიან ბევრის მთქმელი, ის როგორი აბსურდი და წარმოუდგენელი უსამართლობა არის ახლა საქართველოში და აი რა ვიცი, მთელი სულით და გულით გვინდა რომ ეს დასრულდეს და საქართველოში მთელი ამ ბოლო 34 წლის განმავლობაში არა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვიზრუნოთ, არამედ იმაზე, რომ ქართველმა მაგალითად ნობელი აიღოს ან სიმსივნის რომელიღაცა ცნობილ რაღაცა კვლევაში მიიღოს მონაწილეობა და ეს დაავადება დაამარცხოს. ანუ ეს არის თემა, რასაც თქვათ მე გულშემატკივრობ, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ნახევარი საუკუნე ლამის ერთი და იგივე ლოზუნგებით ვილაპარაკოთ და ერთი და იგივე სატკივარი გქონდეს, ასე რომ ეს პირადად ხომ არ იცნობდი? პირადად ესე არ ვიცნობდი, მაგრამ ცხადია სატელეფონო საუბრებით კი. და უცნაური ის არის, რომ რაღაცა ჟურნალისტთა დაცვის საბჭო არსებობს, თუ კომიტეტი აქა. იმის ხელმძღვანელთან გავაკეთე ინტერვიუ, რაღაცა ვერ იბეჭდებოდა, მგონი რაღაცა ყველას არ ეცალა და ზიას დაურეკე. და ზია იყო აქციაზე, გავარდა ბათუმელებში, დააბეჭდია და ნახდათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთი თვის თავზე ზია აღმოჩნდებოდა ზუსტად იმ ორგანიზაციის საზრუნავი ობიექტი, მოკლედ, მედიას ნონკონფორმისტ, მხატვრებს, მუსიკოსებს, ყველას უჭირთ იმ გაგებით, რომ ეს არ არის თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება შენი აზრი გამოხატო და იყო კრეატიული. რამდენადაც ესე იგი გაჭირვებულია საზოგადოება, იმდენად მართულია ის. ულუკმაპურად დატოვებენ ამ ხალხს, არ მისცემენ სამსახურს და ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გათვლილი სტრატეგია. სხვაგვარად როგორ აიხსნება ქვეყანაში ამდენი სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანი, ყოველი მესამე ბავშვი გაჭირვებული და პრაქტიკულად ქვეყანაში არის საშინელი ფინანსური პრობლემები, რაც მე იწვევს პოლიტიკურ პრობლემებს. რის გამოც სოფლები, ქალაქები დაიცალა ემიგრაციაში, სოფლები და ყველა ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე. კი, იმიტომ რომ ფიზიკურად გადარჩენაზე აქვს ლაპარაკი, ადამიანებს უბრალოდ აი ლუკმაპურზე აფიქრებენ და ადამიანს, რომელსაც აქვს მოსაგვარებელი, თქვენ წარმოიდგინეთ ყოველდღიურობა, რომ რა აჭამოს თავის შვილს, ან წამალი როგორ უყიდოს, ის ვერ იფიქრებს დიად მიზნებზე და დიად იდეალებზე. მით უმეტეს ვერ იფიქრებს მედიის მდგომარეობაზე, ვერ იფიქრებს პოლიტიკაზე. ამას თან ერთვის ის, რომ ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით განათლებაში და ეს ყველაფერი ერთიანად ქმნის ფონს, რაც ამჯერად ჩვენ გვაქვს. ჩემს ირგვლივ, ჩემი სამეგობრო და საახლობლო ყველა მაგას ფიქრობს, რომ ძალიან შორს წავიდა უკან საქართველო რა. რა მოაბრუნებს სწორ გზაზე, ჯერ ნამდვილად არ ჩანს მაგ პერსპექტივა. ქართულმა ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად ევროპელი და ევროპული ღირებულების დემოკრატიის მოყვარული ხალხი ვართ. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აზრით იმხელა წნეხი და ინტერესი არის ჩრდილოეთი მეზობლის, რომ ფიზიკურად მე მგონი არ ყოფნის ხალხის ძალა. მე ესე ვხედავ ამ პრობლემას, იმიტომ რომ მესმის ამერიკელების და ევროპელების ნათქვამის და წუხილის, რომ აი ყველამ თავის ლოკალური პრობლემა უნდა მოაგვაროს და ჩვენ მერე დაგეხმარებით. ხო, მაგრამ ფიზიკურად იმდენად brain washing, ანუ ტვინის გამორეცხვა მიდის ინფორმაციული, რომ
ჩემს რამოდენიმე ნაცნობ მეგობას მართლა ჯერა საქართველოში რომ ეს ოცნება რაღაცა ევროპისკენ მიდის და არა თქვა რუსეთისკენ და ანუ ვერ აღიქვამენ პრობლემას, ანუ არის რაღაც კატეგორია რომელიც მართლა დააჯერეს და ეგ არ მგონია და არ მჯერა რომ მარტო ბიზნესმენის დამსახურება ამას დიდი რუსული სპეცოპერაცია ქვია ჩემი აზრით. რამდენი პოლიტიკოსის დაკავება, ტელევიზიების დევნა, რავი, თუ ვინმე რამე სიტყვის უკვე გინებაზეც სასაცილო ჟღერს, მაგრამ გინებაზეც დევნა, რავი, მეტის მეტია. იმდენად კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია მგონია ყველაფერი 2012-ში კი არ შეიძლება უფრო მანამ დაიგო, მაგრამ 12-დან შესრულდა. ვერც კი აღვიქვით არა რაღაც სიცილ ხარხალში და ღადავში, ასე ვიტყოდი, ხუმრობით იმდენის უფლება მივეცი მთავრობას, რაც არ უნდა მიგვეცა და იმდენად გავიდა თავს და მოიკრიბა ძალაუფლება, რომ ვეღარ ვერევით. არ ვიცი, შეიძლება ძალიან პესიმისტურად ვჟღერი, მაგრამ იმედი მაქვს, მაინც იმედი მაქვს, მაგრამ ავი ვერ ვიტყვი საზოგადოების დამსახურება რომ აქამდე მივედით რა მინდა ამის თქვა მაგრამ ვერ ვიტყვი იმიტომ რომ იმდენად დიდი წნეხია და იმდენად დიდი ფული იხარჯება და იმდენად ორგანიზებული ზეწოლა მიდის შტურმი ადამიანების გონებაზე და საზოგადოებას ვისაც გონებით აშტერებენ ვისაც არა აშინებენ და რავი აი ფიზიკურად 3 მილიონი ადამიანი რო ეწინააღმდეგება ამ ხელა სპეცსამსახურების მანქანას ეგ არის დიდი პრობლემა წუწუნი გამომდი შეიძლება როგორც ქართველს და საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან მაგრამ რავი ეგ არის რა მე პირადად გამანადგურა იმ ძალადობამ რაც რუსთაველის გამზირზე დატრიალდა იმ ერთი კვირის განმავლობაში თუ 10 დღის განმავლობაში იმან მე გამანადგურა. აი შემძრა შენმა სიტუაციამაც გურამ შენ რაც გადაიტანე თქვენ ჟურნალისტები მე აქტიურად მყავდით როგორც ჩემი ოჯახის წევრები როგორც დედმამიშვილები უკვე ისე ყოველდღე ეკრანიდან ხედავთ და თქვენ ჩვენიანები ხართ ახლა რომ პირველად შეხვდი მაგრამ ისე მგონია რომ თელ ცხოვრება გიცნობდა აი პირადად შენ თავზე რაც მე ვნახე მე მან შემძრა ზვიად მაისაშვილი რომ სცემეს როგორ აბურთავეს ის ბიჭი მან შემძრა მარიამ გაფრინდაშვილი ნანუკა ქაჯაია ესენი ყველაფერს ასეც ხედავდი რა დღეშიც იყავენ და პლუს ესენი თქვენ რო არ ყოფილიყავთ ჩვენ ვერაფერს დავინახავდით გულახდილად უნდა გითხრა რომ არჩევნების პერიოდში მქონდა მოლოდინი რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდებოდა მის შემდეგ ამდენი თვე გავიდა და უკვე ფაქტიურად თავზე ხელაღებული გახდა ქართული ოცნება და რასაც ხედავ ის შეზღუდვები, რასაც აწესებენ სიტყვაზე, Facebook-ის პოსტებზეც და ის ყოველდღიური ძალადობა, რაც მიდის სიმართლე გითხრა, აი გულახდილი ვიქნები, ცოტა დამთრგუნა და რაღაც ნიჰილიზმი გამიჩინა. მწვენი ამისი აღიარება, მაგრამ უიმედობა მიპყრობს და რაღაც მოლოდინში ვარ, რომ არ შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად და რაღაც რომ ვამბობთ, რომ საქართველოს წილხვედრი ქვეყანა, ღმერთი არ მგონია რომ მიატოვოს ქართველი ხალხი ასე. ერთი პერიოდი იმდენად იმოქმედა ამან ყველაფერმა, ტელევიზორს არ უყურებდი, მაგრამ მეუღლე უყურებდა, მაგი მიყვებოდა, მე გადავატრიალებდი, ისე ტელევიზორი მაქვს, შემიძლია გადავატრიალო ერთი კვირის შევხედო. რა ჩანს თქვენს ტელევიზორში საქართველოდან ამბები როგორია? მახარებს ახლა ახალგაზრდობა არ მოველოდი ასეთი გაბრაზება ახალგაზრდების. ცოტა მიჩქმალული იყო მსავით, მაგრამ ჩემს ამ 16 წლის ყოფაში 16 წლის ბიჭი და გოგო გეიზარდნენ და ვენაცვალე მათი იმედი მაქვს რა თქმა უნდა. მათი იმედი მაქვს. ბევრი პოლიტიკოსის იმედიც მაქვს. და სიმართლის, ისტორიული სიმართლე. ისტორიული სიმართლე შეუძლებელია რომ საბჭოთა კავშირის დანგრევას მოვესწარი და ივანიშვილის მთავრობას წასვლას, მაგრამ მე არ მიმეტება ივანიშვილის თავისი ფული, თავისი იმით დარჩა საქართველოში და რაღაცაში გამოვიყენოთ. თუმცა დიდი იმედი მქონდა. ბიზნესმენია აგაყვარეს სოფლის მეურნეობას. თქვენ იცით რომ მე ვიყავი პროკურატურის PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ ვიმუშავე ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ქართული ოცნების პირობებში. აი დაახლოებით ჩემი მუშაობიდან სადღაცა 7-8 თვეში მე უკვე შემეპარა ეჭვი იმაში, რასაც ქართული ოცნება დეკლარირებდა. მე არ მიმიწვდებოდა ხა ხელი ასეთ ინფორმაციაზე, რომ ვისთან ქონდა კავშირები ფარცხალაძეს. მე ხელი მიმიწვდებოდა ინფორმაციაზე, რომ ადამიანს დიპლომი არ ქონდა და ადამიანი იყო ნასამართლევი და ეს სრულიად საკმარისი იყო
ჩემთვის რო გასაგები ყოფილიყო ეს ინსტიტუციონალური რღვევა, როცა პროკურატურის პირველ პირად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ნასამართლები და პლუს ესე იგი ყალბი დიპლომის მქონე, იქ გურამ, რა ვიცი, მე კითხვები აღარ მქონდა იქ. ჩემთვის ნათელი გახდა რომ ქართულმა ოცნებამ უბრალოდ მოატყუა თავისი ამომრჩეველი. არავითარი სამართლიანობის აღდგენაზე იქ ლაპარაკი არ იყო, რადგან ესე იგი მე ვესწრებოდი თათბირებს, სადაც მაგალითად ლაშა ნაცვლიშვილი შემოდიოდა და პირდაპირ ითხოვდა რომ გამოძიებული საქმეები მინდა გითხრათ თაროზე უნდა ყოფილიყო შემოდებული. ასე შემოდეს უამრავი გამოძიებული საქმე თაროზე და იმ საქმეებმა ვერ ნახა სამართალი. ბევრი საქმე იყო, ერთი და ორი კი არა. ზურაბ ჟვანიას საქმეზე იცით თქვენ რომ მაია მწარიაშვილი ჰაერში მოხსნეს. ანუ იქ წასული იყო შვეიცარიაში, ალბათ მაიაც დაადასტურებს ამას ლაპარაკებაზე, რომ გვამის ექსგუმაცია უნდა მომხდარიყო და ჰაერში დააწიეს მაია მწარიაშვილს, რომ ის მოხსნილი იყო თანამდებობიდან. ქართული ოცნება მოვიდა დაპირებით, ხო, რომ მას უნდა, ესე იგი, გამოეძიება სამართალი უნდა დამდგარიყო ქვეყანაში, ხო? პრაქტიკულად აი ესეთი მნიშვნელოვანი საქმეები, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიებები, გაჩერდა ის საქმეები, ზოგი საქმე თაროზე შემოიდო, ზოგზე გამოძიება აღარ გაგრძელდა, ყოველ შემთხვევაში არაფერი აღარ მოხდა. ვისი ინტერესია ეს კონკრეტული პერსონა შეიძლება და ახლა გურამ როგორ წარმოგიდგენია ვინ გაბედავდა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ერთობლივად შეიძლება ერთი საქმე შემოდო თაროზე მაგრამ პოლიტიკა როცა არის ასეთი როცა რომ საერთოდ არ უნდა გამოიძიო არაფერი და არ უნდა შეასრულო დანაპირები როგორ ფიქრობ ახლა ვის დაკვეთა იქნებოდა ეს ქვეყანაში არის უსამართლობა ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენი სასამართლო არის მუდმივად კონტროლირებადი. ერთი მთავრობიდან გადადის მეორე მთავრობის კონტროლის ქვეშ, მეორე მთავრობიდან მესამე მთავრობის კონტროლის ქვეშ და სასამართლო ვერასდროს ვერ მოიპოვა რეალური დამოუკიდებლობა. ეს ადამიანები არიან დაქვემდებარებული პოლიტიკურ კონტროლს. არავითარი მანდ სასამართლოზე და საერთოდ სამართლებრივ მდგომარეობაზე არ შეიძლება გურამ ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, იმის მიხედვით თუ რა დაკვეთას აძლევს იმ წუთას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი. ამ წუთას ასეთია ქართული ოცნების დაკვეთა, რომ დაიჭირონ ყველა, დააშინონ ყველა. აი მაგას და ამერიკაში უამრავი პრობლემაა, ალბათ ბევრ ქვეყანაში მსოფლიოში, მაგრამ ამერიკის ხიბლი იმაშია, რომ სასამართლოს იმედი ყველას აქვს. აი იშვიათად ნახავ აქ ადამიანს, რომ რაღაცა მოხდეს, ხელისუფლებასთან დავა იქნება თუ ბიზნესთან, თუ გამგებელთან, თუ მეზობელთან, სასამართლოში რაღაცას გაარჩევ. საქართველოში ეგ დაკარგულია, ანუ რისი იმედი უნდა ქონდეს ადამიანს, ანუ არაფრის იმედი აღარ აქვს. მე მგონი ძველი იმაში ბრუნდებით, რა ქვია, ეპოქაში 90-იანებში, რომ ალბათ ქურდებთან გარჩევა უნდა მოხდეს, ხალხს რამდენ ბოლო თვეებია ისე იჭერენ, რომ ნებისმიერ ბრალდებას წაგიყენებთ რა. აი ხა მე შეიძლება დამაბრალო, რომ ვიღაცა მოუკალი რა. გააფორმებენ პრობლემას. ეგ არის შოკის მომგვრელიც არის, მაგრამ თან არ მიკვირს, იმიტომ რომ რუსული სისტემის ნაწილია, რუსებმა კარგად დაამკვიდრეს. და თან ყველაზე ტკივილის მომგვრელი ის არის რომ ქართველების ხელით აკეთებენ ამ ყველაფერს რა. აი მე მართლა ტკივილის მომგვრელია. აი რუსი რო გიკეთებდა მეფის რუსების დროს კიდე შეიძლება რაღაცა ხო რუსია და ხო უჯიშოა ჭალებში და რაღაცა ელოდები ყველაფერს ქართველს რო აკეთებინებენ ამ ყველაფერს ძალიან ტკივნეულია რა. მიუხედავად იმისა აქ გადაწყვეტ ცხოვრებას თუ დაბერდები თუ აქ მოკვდები მაინც საქართველოა ჩვენი სამშობლო. სადღაც შეიძლება განვიხილავდეთ და ოთხი დაბრუნდა საქართველოში და რო ფიქრობ სად უნდა დაბრუნდე ეგ მეორე ტრაგედია ხდება იმიტომ რომ რა ვიცი წარმოუდგენელი ამ გარემოდან იმ გარემოში დაბრუნება სადაც სამართლის ნატამალი აღარ დარჩა წარმოუდგენელი მოველოდი უკეთესობას მაგრამ არა დღეს მთავრობა არ აყავს საქართველოს მე ამას მთავრობას არ ვუძახი გულიმტკივა ისეთი ხალხი როგორც კალაძე არის ამ მთავრობაში არის კალაძეს გულიზა რო თამაშობდა საქართველოს ნაკრები შუქი მოგცენდა მთელი უბანი ვაშას გევიძახოდი და 2 გოლი რო გაიტანა იმ საღამოს არ მიძინია იმიტომ რომ მე მაშინ კალაძესთან სპორტსმენი 1-2 ყავდა ჩვენ ხო დანარჩენი რაც ხდება დღეს ყველაფერი არის პრორუსული
მე როგორც გუდაუთელი კაცი, ყველაფერი ომი როგორ დაიწყო, რუსებს რა ჰქონდათ მიზნად და როგორ იყო შემოყვანილი რუსული ჯარი, სახთან მოგვადგენდა, გვეუბნებიან, დედაჩემი იყო мамаша, мы приехали сюда вас защищать абхазцев от грузинов. დედაჩემი უთხრა, მე ქართველი ვარო და თქვენი დაცვა არ მჭირდებაო. მაგრამ დედაჩემი იყო პიროვნება, мама და ძმა ომში დაეღუპა და ჯარისკაცები უყვარდა და ხილი მოუკრიფა, ყველაფერი გაატანა და ცოტა შერცხვენილი დარჩენ, რომ მე არა ადრესით მოვიდნენ ჩვენ სახლთან სამხედროები. მე რუსული სკოლა იყო ჩემი სახლის წინ და იქ იყო შტაბი და ყველაფერს ამას ხედავდი რაც იყო. და დღეს ახლა ასეთი რუსეთის, რომელიც ჩვენ ომი გამოგვიცხადა ოლიმპიური თამაშების პერიოდში და 5 დღე გვანგრია, უკრაინას რაც უშობა. მოკლედ რო თქვა, დიდი იმედი მაქვს ოპოზიციის, ბევრი ახალგაზრდა და ბევრი სტუდენტებია ჩაკრებული, მაგრამ უკრაინის ჯარის გამარჯვების იმედი მაქვს და გაუმარჯოს უკრაინის ჯარს, უკრაინის ხალხს. გამარჯვება იყოს მალე და ყველაფერი იქნება საქართველოში.